საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა პოზიციები არ შეცვლილა. ისინი მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალებას არ ასახავს. მხარეები აგრძელებენ შეხვედრებსა და კონსულტაციებს სამომავლო გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი დღეს 29 ოქტომბერს კვლავ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები. მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა ორბელიანების სასახლე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამია. დღეს ასევე მოვისმინეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო განცხადება, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც სრულ წვდომას მისცემს საერთაშორისო აქტორებს აბსოლუტურად ყველა საარჩევნო კომპონენტზე, მათ შორის ჩატვირთულ სიებზე და ასე შემდეგ. ასევე პრეზიდენტი მაკრონის განცხადება, რომელმაც ღიად თქვა, რომ ეს არჩევნები არ შედგა, იმიტომ რომ ამ არჩევნებში არ აისახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და მოხდა ამ თავისუფალი ნების მიტაცება ივანიშვილის მხრიდან რუსული ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ვართ სრულ კოორდინაციაში პრეზიდენტთან, მასთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ერთის მხრივ შედგეს ამგვარი საერთაშორისო გამოძიება, რაც გახდება საფუძველი ახალი არჩევნების და ხალხს დაუბრუნდეს ევროპული არჩევანი და ევროპული მომავალი. მუშაობა გრძელდება, პროცესი საკმაოდ რთულია, მოგეხსენება, ძალიან ბევრი მასალა იკრიბება დარღვევების, მიდის ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან. თქვენ მოისმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, მოისმინეთ შეერთებული შტატების განცხადება, რომ მიდის კონსულტაცია, როგორ მოხდეს გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება იმ დარღვევების და იმ მიტაცების, რაც მოსტაცეს ჩვენ ქართველ ხალხს და ამომრჩეველს, ამიტომ ეს ბრძოლა და ეს მუშაობა გაგრძელდება, სანამ არ მივახცევთ სიმართლეს და სამართლიანობას. პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ სად, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ამ გზით შესაძლებელი გახდება გადამოწმება, რეალურად იყვნენ თუ არა არჩევნებზე იმ რაოდენობის მოქალაქეები, რამდენი ხმაც ცესკომ აღრიცხა. ჩვენ მოვითხოვეთ დღეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2,76,791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს. შემდეგი მონაცემები. მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა, რომელ უბანზე მისცა ხმა, მეორე და მესამე, რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა და რომელ საათზე მისცა ხმა. დღეს CSKO გამოვარდა და თქვა, რომ ეს რაღაცნაირად პირად მონაცემებს ან კანონს არღვევს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო CSKO-ს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარი ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე. მოგეხსენებათ, CSKO-ს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს უბრალოდ შეუძლია შევიდეს, გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი და შვიდად წავიდეს და მიცეს ხმა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ეხლა ჩამოვთვალეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს მანიპულაციური კამპანია აქვთ დაწყებული. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ვერ გაასაჯაროებენ იმ ამომრჩეველთა სიებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. CSKO-ს პრესპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ეს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იქნება. დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას შექმნან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში.
პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა არც ერთი საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს. 29 ოქტომბრის 18 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა. ოლქებს მათ განსახილველად 5 დღე აქვთ. თუკი საოლქო კომისიების გადაწყვეტილება მოსარჩელეებისთვის მისაღები არ იქნება, მათ შეუძლიათ დავა სასამართლოში განაგრძონ. ნანუკა მეშველაშვილი, ევრონიუს ჯორჯია.